ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი ითვალისწინებს ყველა ევროპის კონტინენტზე განლაგებული სახელმწიფოს წარმომადგენლის მიპატიჟებას და ჩვენ ვხედავთ, რომ იქ შესაბამისად არის მიწვეული ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებიც, მაგრამ როდესაც ამის პარალელურად ფაქტიურად ევროსაბჭოში წინ მიდის პროცესი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროსაბჭოშიც კი საქართველოს წევრობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხს, მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი ისთვისაც კოპენჰაგენში ვიზიტს გამოიყენებს კობახიძე, ეს არის რაღაცა PR კამპანია, რომ ვიღაცა დარჩენილი მისი მომხრეები დაარწმუნოს იმაში, რომ მას თითქოს ვიღაც სადღაც ელაპარაკება. რეალობა კი არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი განცხადება ევროპელი ლიდერების, რომელიც მიანიშნებს რაიმე ცვლილებაზე ამ მიმართულებით, თუმცა ვნახეთ, რომ ევროსაბჭო უკვე განიხილავს სახელმწიფოთა შორისი სარჩელის გზით ზეწოლის გაზრდას ქართული ოცნების რეჟიმზე. ეს არის რეალობა, რომელიც შექმნა ქვეყანაში კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის რუსულმა პოლიტიკამ.